დღეს გავაგრძელებთ საუბარს UFC-ს სამყაროში. პირველი საკითხი. ილია ტოპურია. როგორც ვიცით, იანვარში ბრძოლა არ ექნება, რა შეიძლება მოხდეს მის მომავალ ბრძოლებთან დაკავშირებით. ყველაზე ბუნებრივია, რომ UFC განიხილავს აპრილის ღონისძიებას მაიამიში, სადაც გაიმართება ქამრების გაერთიანების ბრძოლა. იანვრის გამარჯვებულს, ჯასტინ გეიჯეს თუ პადი პიმბლეტს, შეხდება ილია ტოპურია. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ილია პირველ კვარტალში ვერ იბრძოლებს, ამიტომ UFC-ს შესაძლოა სურდეს, რომ ეს ბრძოლა უფრო დიდ საერთაშორისო ან კასაბლანკა ღონისძიებაზე დარჩეს. და რა ეტაპზეა ახლა ინტერიმული გამარი? ვინ იბრძოლებს მასთისთვის? UFC-მ გადაწყვიტა შექმნას ინტერიმული გამარი, რადგან ილია ვერ გაიყვანა მთავარ ბრძოლაში პირადი სიტუაციის გამო. იანვარში ერთმანეთს შეხდებიან პადი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯე, ხოლო გამარჯვებული მოგვიანებით ილიას წინააღმდეგ იბრძოლებს. ეს ინტერიმული გამარი საშუალებას აძლევს UFC-ს დარწმუნდეს, რომ ჩემპიონატში მუდმივად არის აქტიურობა, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ჩემპიონი არ იბრძვის ამ პერიოდში. და რა სიტყვი ილიას წონაზე? ბოლო ინფორმაცია იყო, რომ 80 კილოგრამამდე აღწევს? დიახ, ეს შესაძლებელია. ილიას სხეულის მდგომარეობა UFC-ს საშუალებას აძლევს განიხილოს სხვადასხვა სცენარი. შეიძლება კონდეს 1 ან 2 დაცვის ბრძოლა წელიწადში. სანამ იჩენს თავს საკითხი ისლამ მახაჩევთან საკითხი. ას განიხილება როგორც სტრატეგიული ნაბიჯი, რათა დარჩეს მას საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებებზე. საინტერესოა. ახლა გადავიდეთ არმან სარუკიანზე. მის ბრძოლას ილიას წინააღმდეგ რამდენად სერიოზულად განიხილავს UFC? არმანს აქვს მნიშვნელოვანი სტატუსი, თუმცა UFC-ს არ აქვს ინტერესი მას მთავარი ქამრისთვის. მას აქვს გარკვეული შეზღუდვები. ადრე დატოვა ბრძოლა 24 საათით ადრე და ასევე ჰქონდა სიტუაცია, სადაც მისი დაზიანება დაიმალა UFC-სგან. თუმცა სპორტული თვალსაზრისით, თუ არმან სარუკიან მზად იქნება, ეს ბრძოლა საინტერესო იქნება. ანუ ეს ნიშნავს, რომ ინტერიმული გამარი უფრო ლოგიკურია, ვიდრე პირდაპირი შეხვედრა არმანთან. სწორედ ასეა. ინტერიმული გამარი საშუალებას აძლევს UFC-ს, რომ მზად იყოს წლის სხვადასხვა ეტაპზე. მაგალითად, გამარჯვებული იანვარში პადისა და გეიჯეს შორის შეხვდება ილიას აპრილში მაიამიში, ხოლო შემდგომ შეიძლება იყოს ნიუ-იორკში მედისონ სკვერ გარდენში, თუ წლის ბოლოს ბრძოლას გადაწყვიტენ. და რას ფიქრობ, იქნება თუ არა სხვა დიდი ბრძოლა ისლამ მახაჩევთან? ესეც სცენარშია. ნორმალურ პირობებში ილიას სჭირდება რამდენიმე დაცვის ბრძოლა დივიჟენში, სანამ შეხვდება ისლამ მახაჩევთან. თუმცა UFC-ს ხშირად უყვარს მოულოდნელი გადაწყვეტილებები, რომ გაოცოს გულშემატკივრები. შესაძლოა მოხდეს ხანძლივი წვეტები, თუმცა სტრატეგიულად ისინი ითვალისწინებენ მსხვილი ბრძოლების დაგეგმას, მაგალითად, კასაბლანკა ან International Fight With დროს. რამდენად რეალური ჩანს, რომ ილიას წელი იქნება 2 ძირითადი ბრძოლით? დიახ, ეს არის ძალიან შესაძლებელი. UFC-ს სურს, რომ ილია იყოს აქტიური, თუმცა ზედმეტად დატვირთული არ იყოს. 2 დიდი ბრძოლა წელიწადში მისი სტატუსის შენარჩუნებისთვის საკმარისია, ამავდროულად დასახვეწია დივიჟენის სხვა მოწინააღმდეგებთან ბრძოლები, როგორიცაა არმან სარუკიანი, ჯასტინ გეიჯე და პადი პიმბლეტი. არმანთან ბრძოლა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო იქნება. UFC-ს როლი ამ ბრძოლაში როგორია? UFC-ს მედია პროექტი ძირკადად მიმართულია ყველაზე კომერციულად მომგებიან მოწინააღმდეგებზე. არმან სარუკიანი ამ მხრივ ნაკლებად პროეჯექტინგია, თუმცა სპორტული თვალსაზრისით ბრძოლა აუცილებლად საინტერესო იქნება. მისი წინაშეცდომები და დაზიანებები გავლენას ახდენს UFC-ს გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ეს არ გამორიცხავს მომავალში ბრძოლის მოწყობას. ანუ მთავარი ხაზი არის, რომ UFC-ს სურს, რომ ჩემპიონები აქტიურები იყვნენ, ხოლო მთავარი გამარი დაიცვან სტრატეგიულად. ზუსტად, ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ UFC-ს ინტერესი არის, რომ ილია ტოპურია იყოს აქტიური, გააგრძელოს ბრძოლები, მოიგოს და დივიჟენში განაგრძოს ლიდერობა. 2 ძირითადი ბრძოლა წელიწადში რეალური ჩანს? დიახ, 2 ბრძოლა საკმარისია მისი სტატუსის შენარჩუნებისთვის. UFC ცდილობს, რომ ილია საიქოხას, აქტიური, მაგრამ არა ზედმეტად დატვირთული. მეორე მხრივ, დივიჟენში სხვა მოწინააღმდეგეებიც არიან: არმან სარუკიან, ჯასტინ გეიჯი, პადი პიმბლეტი. არმანთან ბრძოლა მნიშვნელოვანია? აბსოლუტურად. როგორც ინტერიმული ჩემპიონი, ილიას წინააღმდეგ ბრძოლა ლოგიკური ნაბიჯია. თუმცა UFC-ს მიდგომა არის კომერციული. ისინი ცდილობენ, რომ ბრძოლები მაქსიმალურად საინტერესო და მოგებიანი იყოს. არმან ნაკლებ პროჯექტინგია, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით ბრძოლა საინტერესო იქნება.
როგორც ჩანს, დაშავებები და მზადყოფნა არმანმა დაიმალა დაზიანება UFC-სგან, რაც გავლენას ახდენს ორგანიზაციის გადაწყვეტილებაზე. მიუხედავად ამისა, საბოლოო შედეგი არ იყო შეზღუდული. რენატო მოიგო, მაგრამ UFC ამ სიტუაციით ძალიან უკმაყოფილო დარჩა. ეს ნიშნავს, რომ UFC-ს მთავარი მიზანი არ არის ყველა წინააღმდეგობის გამარჯვება, არამედ სტრატეგიული და კომერციული ინტერესების დაცვა. ზუსტად, UFC არის შოუ ბიზნესი. უნდა განიხილონ სპორტული თვალსაზრისით კონკურენტები, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზაციის კომერციული პოტენციალი. ამიტომ ზოგიერთი ბრძოლა, როგორიცაა დიეგო ლოპესის ან ვოლკანოვსკის შემთხვევაში, მოფიქრებულია ბიზნეს მიზნებითაც. ეს ნიშნავს, რომ ინტერიმული ქამრები და ბრძოლების განაწილება არის სტრატეგიული? სწორედ ასეა. UFC ცდილობს, რომ თითოეული ჩემპიონი იყოს აქტიური, დივიზიონის მოწინააღმდეგეები კონკურენტუნარიანი იყვნენ და მთავარი ბრძოლები მაქსიმალურად საინტერესო. არმან სარუკიანის მომავალი? UFC არ აპირებს მას მთავარ ქამრისთვის, თუმცა სპორტული თვალსაზრისით ბრძოლა სარისკო, მაგრამ საინტერესო იქნება. მისი წინა შეცდომები და დაზიანება გავლენას ახდენს, მაგრამ არა მთლიანად გამორიცხავს ბრძოლას. ანუ ძირითადი ხაზი არის, რომ UFC მუდმივად მართავს დივიზიონს, სურს, რომ ჩემპიონები აქტიურები იყვნენ და მთავარი ბრძოლები მაქსიმალურად მომგებიანი იყოს. ახლა გადავიდეთ ილია ტოპურიას სტრატეგიაზე. რა იგეგმება წლის დარჩენილი ნაწილისთვის? მთავარი მიზანი არის ორი ძირითადი ბრძოლა 2026 წელს. პირველი, გამარჯვებული იანმრის ფადი პიმბლეტისა და ჯასტინ გაიჯის შორის, რომელიც შეხვდება ილიას აპრილში მაიამიში. მეორე, შესაძლოა წლის ბოლოს მედისონ სკვერ გარდენში. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს, რომ ილია დარჩეს დივიზიონში წამყვანი და განაგრძოს აქტივობა. რას ვფიქრობ? რამდენად მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს ინტენსიობა? ძალიან მნიშვნელოვანია. ორი ბრძოლის ფარგლებში შეიძლება მაქსიმალურად დაიცვას დივიზიონის სტაბილურობა. ამავდროულად UFC შეუძლია სურპრაიზების განახორციელოს, მაგალითად International Fightway ან Casablanca ღონისძიებების დროს. სხვა მოწინააღმდეგების როლი? დივიზიონში ბევრი საინტერესო ფიგურაა. ისლამ მახაჩევი, არმან სარუკიანი, პედი პიმბლეტი, ჯასტინ გაიჯი. ილიას ასპექტი მნიშვნელოვანია. ჯერ უნდა დაამტკიცოს თავი მიმდინარე ჩემპიონატში, ხოლო შემდეგ განიხილოს ყველაზე რთული ბრძოლები, როგორიცაა ისლამ მახაჩევთან. შესაძლებელია, რომ UFC დამატებით სიურპრიზებს შემოგთავაზოს. ყოველთვის UFC ხშირად იყენებს მოულოდნელ სვლებს, რათა გულშემატკივრები გაუწდნენ. მაგალითად, შეიძლება ცვლილებები მოხდეს ღონისძიებების დაგეგმაში, რათა მაქსიმალურად საინტერესო იყოს დონისა და გამარჯვების ასპექტები. არმან სარუკიან კვლავ მნიშვნელოვანია დივიზიონში. მაგრამ UFC-ს არ აქვს მას მთავარი ქამრისთვის ინტერესი. მისი სპორტული სტატუსი მნიშვნელოვანია, მაგრამ კომერციული მხარე აქ ბევრად წინ არის. UFC სურს, რომ მთავარი ბრძოლები იყოს მაქსიმალურად მომგებიანი და spectator friendly. ილიას წონა და ფორმა მნიშვნელოვანია სტრატეგიისთვის. დიახ, 80 კილოგრამამდე წონა აძლევს UFC-ს ფლექსიბილურობას. შესაძლოა, სტრატეგიით ერთდროულად განიხილონ რამდენიმე ბრძოლა. მაგალითად, April Miami, Madison Square Garden და International Fightway. ილია კონტრაქტის მიხედვით, რამდენ ბრძოლას უნდა გამართოს? ორი ძირითადი ბრძოლა 2026 წელს. ეს საკმარისია დივიზიონის სტაბილურობისთვის და სამომავლოდ მთავარი ქამრის დაცვისთვის. UFC ასევე ითვალისწინებს, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ილია არ გადაიტვირთოს. რა სიტყვი ისლამ მახაჩევთან შესაძლო ბრძოლაზე? ჯერ დაუდგენელია ზუსტად. ყველაზე ბუნებრივი სცენარი. ილიას რამდენიმე დაცვის ბრძოლა, შემდეგ შეხვედრა მახაჩევთან. UFC-ს უყვარს მოულოდნელობა, ამიტომ შესაძლოა მოულოდნელი მატჩი წლის განმავლობაში. დივიზიონის სხვა წარმომადგენლები, კამარო უსმანი, შავკატ რახმონოვი, როგორი როლი აქვთ? ისინი არიან მნიშვნელოვანი კონკურენტები, რომლებიც ინტერესი ქმნიან დივიზიონში. თითოეული ბრძოლა გამორჩეულია, მაგრამ მთავარი ხაზი მაინც ილიას გარშემოტრიალებს. როგორია პოზიცია არმან სარუკიანის მიმართ? UFC-ს არ აქვს კომერციული ინტერესი მასთან, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით ბრძოლა სასურველია. წინა შეცდომები, დაზიანებები, ამას ითვალისწინებენ, მაგრამ სრულად არ გამორიცხავს მომავალში ბრძოლას. ინტერიმს და ძირითად ქამრებს შორის ძირითადი განსხვავება ინტერიმს შექმნილია იმისთვის, რომ დივიზიონს ჰქონდეს აქტიურობა, სანამ მთავარი ჩემპიონი ვერ იბრძოლებს. ეს სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც უზრუნველყოფს სპექტატორის ინტერესს და დივიზიონის სტაბილურობას. წლის ბოლოს ილიას რა გეგმა აქვს?
სტრატეგიულად შეიძლება Madison Square Garden-ში ან International Fight Weekend-ზე მნიშვნელოვანი ბრძოლები. ორი მთავარი ბრძოლა 2026 წლისთვის საკვარისი დივიზიონის სტაბილურობისთვის. სხვა კონკურენტების როლი კვლავ მნიშვნელოვანია. დიახ, ჩასტინ გეიჯი, ფადი პიმლეტი, არმან სარუკიანი, თითოეული ბრძოლა მნიშვნელოვანია დივიზიონის სტაბილურობისთვის. ილიას მთავარი მიზანი დივიზიონში ლიდერობა და მთავარი ქამრის დაცვის უნარი. UFC სტრატეგია აშკარაა. აქტიური ჩემპიონები, სპექტატორ-ფრენდლი ბრძოლები, კომერციული ეფექტი მაქსიმალურად. ზუსტად, UFC ცდილობს, რომ ჩემპიონები აქტიურები იყვნენ, დივიზიონში კონკურენცია მაღალი იყოს, ხოლო მთავარი ბრძოლები მაქსიმალურად საინტერესო და მომგებიანი იყოს. ეს ყველაფერი გვაძლევს სურათს 2026 წლისთვის. ორი მნიშვნელოვანი ბრძოლა, მომზადება, სტრატეგია და სპექტატორის ინტერესი. დიახ, ეს ორი ბრძოლა უზრუნველყოფს დივიზიონის სტაბილურობას, სპექტატორის ინტერესს და საშუალებას აძლევს ილია ტოპურიას დარჩეს დივიზიონის წამყვან ფიგურად მომდევნო გამოწვევებისთვის მზად.